მასწავლებელი სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 9. იდეალური აირი B მდგომარეობიდან გადაიყვანეს D მდგომარეობაში ნახატზე გამოსახული BCD პროცესით. წნევა და მოცულობა გაზომილია უცნობ ერთეულებში. მოცემული გვაქვს PV დიაგრამა. პროცესი არის B C D. მოდი ეს პროცესი რო არის აღნიშნოთ, ესე პროცესი მიდის B-დან D-სკენ. BCD პროცესი გვაქვს. ამასთან გითხრეს ვეუბნებიან, რომ B მდგომარეობაში არის აბსოლუტური ტემპერატურა იყო TO, ესე იგი T B მდგომარეობაში იყო E და უნდა განსაზღვროთ არის აბსოლუტური ტემპერატურა D მდგომარეობაში. ცნობი არის T D მდგომარეობაში. ხო, მოდი პირველ რიგში ჩავწეროთ კლაპეინო-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება PV უდრის ნიუ RT-ს და დავაკვირდეთ ჯერ BC პროცესი. ახლა BC პროცესში როგორც ხედავთ, B-დან C-მდე წნევა უცვლელესი დიდია, შესაბამისად გვაქვს დიზობარული პროცესი და მდგომარეობის განტოლებიდან თუ T-ს მარჯვნიდან გადავიტანთ მარცხნივ, ხოლო P-ს მარცხნიდან მარჯვნივ მივიღებთ V-ს შეფარდება T-სთან. ტოლი არის ნიუ R-ის შეფარდება P-სთან. როგორც ხედავთ, ტოლობის მარჯვენა მხარეს BC პროცესში ისევე როგორც წნევა, გაზების უნივერსალური მუდმივად და ნივთიერების რაოდენობაც მუდმივის იდეებია, შესაბამისად შეფარდებაც იქნება მუდმივი და გამოგდის, რომ V-ს შეფარდება T-სთან. ტოლი არის კონსტანტის. ესე იგი, ვიღებთ ეგრეთ წოდებულ გეილუსეკის კანონს, რომელიც გვეუბნება, რომ მუდმივი იზობარული პროცესის დროს შეიძლება მოცულობაც და ტემპერატურაც გაიზარდოს, ან შემცირდეს, მაგრამ მათ შეფარდება ყოველთვის რჩება მუდმივი. ეს ცივი დამოკიდებულება გვაქვს მათ შორის. აქედან ახლა რადგანაც ეს თანადობა გვაქვს, შეგვიძლია დავწეროთ, რომ V მოცულობა B მდგომარეობაში შეფარდებული T მოცულობის ტემპერატურის B მდგომარეობაში, რადგანაც მთლიანი პროცესის განმავლობაში არ იცვლება საწყის და საბოლოო მდგომარეობაში, ანუ B და C მდგომარეობაშიც არ შეიცვლება და ერთმანეთის ტოლი იქნება. V C შეფარდების TC-სთან, საიდანაც შეგვიძლია TC განსაზღვროთ, რის ტოლი არის, TC ტოლი იქნება VC-ს ფარდობისავე B-სთან გამრავლებული TB-სთან. ახლა მარჯვნივ ყოფის იდეები ყველა ჩვენთვის ცნობილია, VC-ში ტოლი არის ნახაზიდან 7-ის, ესე იგი 7, შეგვიძლია შევაფარდოთ VB B მდგომარეობაში არის 9-ის ტოლი, აქ 7-ია, შეფარდებული 9-სთან გამრავლებული TB-ზე, რომელიც პირობით TC ტოლია. აი, ესე იგი TC ტოლი ყოფილა 7 მე 9 TC. ახლა რაც შეეხება CD პროცესს. CD პროცესში რა გვაქვს ახლა? მოდი ისევ კლაპეინო-მენდელეევის განტოლება გამოვიყენოთ აქედან. ოღონდ უკვე CD პროცესისთვის აქედან რას მივიღებთ? PV-ს შეფარდება T-სთან. ტოლი არის ნიუ R-ის. მივიღებთ ეგრეთ წოდებულ კლაპეინონის განტოლებას, რომელიც გვეუბნება, რომ ძირითადი თერმოდინამიკური სიდიდეების P-ს, V-ს და T-ს ეს კომბინაცია შეიძლება თითოეული შეიცვალოს, მაგრამ ეს კომბინაცია ყოველთვის მუდმივი რჩება. შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ, რომ PC C მდგომარეობაში გამრავლებული მოცულობაზე C მდგომარეობაში გაყოფილი ტემპერატურასთან C მდგომარეობაში ტოლი უნდა იყოს წნევის D მდგომარეობაში, V D მდგომარეობაში შეფარდებული TD-სთან. საიდანაც ჩვენი მიზანია გავიგოთ, რის ტოლი არის TD. აქედან TD რის ტოლი იქნება? ახლა TD ტოლი იქნება PD VD-ს შეფარდება, შესაბამისად PC VC-სთან გამრავლებული TC-ზე. და ჩავსვათ ახლა მოცემულობაში PD ნახაზიდან PD რის ტოლი არის? PD ტოლი არის 6-ის, ანუ 6 უნდა გავამრავლოთ, VD რამდენი იქნება შევხედოთ? VD ტოლი იქნება 2-ის, შეფარდებული PC-სთან, C-ში P არის 1 ერთეული, 1-ზე გამრავლებული VC-ში, VC-ში წეღან ნახეთ, რომ იყო 7 და ეს კიდე გამრავლებული TC-ზე, რომელიც პირობით 7/9-ის ტოლი არის. ანუ ეს უნდა გავამრავლოთ 7/9 TC-ზე. 7 და 7 შევეკვეცება, 6 და 9 შევეკვეცება, გვერდება 2 აქ 3, საბოლოოდ მივიღებთ 2 ჯერ 2 4, შეფარდებული 3-თან T. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ, რაც მივიღებთ, ესე იგი გამოდის, რომ აბსოლუტური ტემპერატურა C მდგომარეობაში ტოლი ყოფილა 4/13 TC, რომელიც არის პასუხი G.